მოგესალმებით პატარებო, დღეს წავიკითხავთ ზღაპარს მზესა და წვიმაზე. ერთ გლეხკაცს ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი მხდელმთესველს მისცა ცოლად, მეორე თიხის ჭურჭლის ოსტატს. გავიდა ხანი და ცოლმა უთხრა გლეხს: "წადი ნახე ჩვენი შვილები როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ და რა ულხინთო." გლეხი წავიდა, მიადგა მხდელმთესვალ სიძის კარს, მოიკითხეს ერთმანეთი. გლეხმა ჰკითხა სიძეს: "შენს მოსავალს რა პირი უჩანსო?" "აბა რა გითხრა, თუ ამ ერთ კვირაში წვიმა არ მოვიდა, სულ დავიღუპებიო." გლეხი ახლა მეორე სიძესთან მივიდა და ჰკითხა: "როგორ არის შენი საქმე? ჭურჭელი ბლომად გაგიკეთებია, ხომ კარგად შეხვდები ამ ზამთარსო?" "აბა რა გითხრა", უპასუხა სიძემ. "ამ ერთ კვირაში თუ სულ მზიანი ამინდი იქნება, კარგად გამოვაშრობ ჭურჭელს, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყებს, მაგრამ თუ წვიმა მოვიდა, დავიღუპებიო." დაბრუნდა გლეხი შინ. ცოლმა ჰკითხა: "როგორ არიან ჩვენი შვილებიო?" "ამ ერთ კვირაში ან ერთი დაგვეღუპება, ან მეორეო", უპასუხა გლეხმა.